ვიყურებ ამ vlogs ჩემი ოთახიდან, რომელიც თინეიჯერობის პერიოდში და ამ ადგილს ვაფარებდი თავს. აქ ვოცნებობდი, აქ ვგეგმავდი ჩემს მომავალს და ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ამ ოთახთან. მინიმალურად შეიცვალა ეს ოთახი, თითქმის არც არაფერი არ შეცვალა, ერთადერთი ავეჯი, რომელიც დაძველდა და გაფუჭდა და მოუწია გატანა ოთახიდან. დანარჩენი ყველაფერი ისევ ისე არის, როგორც დავტოვე. გაჩვენებთ ახლა როგორ გამოიყურება ჩემი ოთახი. საუკეთესო პერიოდი გავატარე აქ და შემდეგ წავედი ამერიკაში. 19 წლის ვიყავ. მანამდე ოთახი იყო ჩემთვის ამერიკაც, ოცნებებიც, განმარტოების ადგილი, არ ვიცი, ყველაფერი იყო ჩემთვის. და გიждდებოდი აქ უბრალოდ ამოსვლა და ეხლა დაგათვალიერებინებთ ჩემ ოთახს. დავიწყოთ. შემოსასვლელად. და დაფიქსირებული ხო? და ასევე უკანაც. ამ პერიოდში ვცხოვრობდი აქ. როდესაც პეპლები, დისნეი და ოცნებები მქონდა და მოკლედ ამ გულზე რატო ვიყავი აი ესე ჩაციკული არ ვიცი. თან ვარდისფერი უნდა ყოფილიყო, თან გული უნდა ყოფილიყო და როგორც ამჩნევთ, ოთახში საკმაოდ ჭარბობს ვარდისფერი. აი ფარდებიც კი ვარდისფერი. თან ვარდისფერებში ვუყურებდი სამყაროს და ვიყავი ძალიან მეოცნებე. ერთი ოცნება ჩემი იყო, რომ ამერიკაში მოხვედრი ვიყავი. შემდეგ ეს სულ პლაკატებით ჰქონდა სავსე ეს ადგილი. შემდეგ ჩამოცვივდა რაღაც ის ჰქონდა გაკეთებული. როდესაც მეცადინეობდი, ეს ბარბი იყო, წიგნები ჰქონდა და კითხულობდა. აქ ადრე იყო სამეცადინო მაგიდა. ახლა კიდევ უბრალოდ ისეთი რაღაც არის. ფაიფურის თოჯინა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ ვგებულობდი როგორ მეთამაშე, რადგანაც ძალიან ფაიფური იყო და მხოლოდ ესე იდგა და მეც არაფერს აკეთებდა. ვოგის ყდები მქონდა გაკრული და აქ კიდევ იყო ინგლისურს როცა ვსწავლობდი, მაგ დროს ვიწერდი რაღაც გამოთქმებს, ესეთ რაღაცებს, რაც არ ვიცოდი იმ პერიოდში. შემდეგ ფრანცისკო ლაჩოვსკი. ეს იყო ჩემი კრაში იმ პერიოდის. მის გამოსვლებს ვუყურებდი სულ. შემდეგ დენისი, ეს გოგო არის ჩემი ამერიკელი მეგობარი, რომელიც დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა და ვაშინგტონში ცხოვრობ. პროგრამით ჩამოსული საქართველოში ისწავლე და ასწავლე ინგლისური რაღაც ეგეთი პროგრამა იყო და მაგ დროს ჩვენც მოვიყვანეთ ოჯახში ამერიკელი, რომელიც ინგლისურს მასწავლიდა. ასევე ბატონი ოვენ კინგ. თუ ჩემ ვიდეოს უყურებ, იცოდე რომ ეს ფოტო ისევ აქ არის. ესეც ამერიკელი იყო, რომელიც ჩამოსული იყო მასწავლებლად აქ. ეს ჩემი ლოგინი, რომელიც უკვე ნელა განადგურების პირას არის, რესტავრაციაც განიხილება. მაგრამ ბებოს თუ დავუჯერებთ, დღესვე გაიტანდა, მე არ მინდა რომ შევცვალო აქ რაიმე, რადგანაც წელიწადში ერთხელ რომ ჩამოვდივარ, მინდა რომ ძველი ოთახი დამხდეს, სადაც გავატარე ბევრი დრო. ეს ფოტო კიდევ იმ ჯაღლუკასთან ერთად. აქ მოვჩეთ ჩემი ოთახის დათვალიერებას. მოკლედ ჩემ ქალაქში ვიწყებ vlogs. ეს დავამაგროთ. არ შეუშლის ხალს რაფერში. ეხლა ესეთი გეგმა მაქვს, ამინდი არის არაჩვეულებრივი. ვარ ქუთაისში, მაკდონალდში და ვაპირებ რომ დრონი ავუშვა ეხლა. და დავათვალიეროთ დრონით ჩვენი ქუთაისი.
ცოტა რაღაცნაირად უხერხულად ვარ, მარტო რომ ვარ აქ, მაგრამ ჩემი მეგობრები შემომიერთდებიან და ესე უსუსურად აღარ ვიგრძნობ თავს. ძირითადად ქუთაისის ბლოგში იქნება ადგილები, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესო არის და ყოველჯერ და როდესაც მომენატრება აქაურობა ჩარვთო და ვუყურებ ამ ბლოგს. ქუთაისი არის ძალიან ძვირფასი ადგილი, მოგონებები ყველაფერი მაკავშირებს ამ ქალაქთან და მოკლედ მინდა რომ ერთი ბლოგი მიგუძღვნა ამ ქალაქს. ნამდვილად იმსახურებს. წავიდა. Così lei resta solo nella stanza, la stanza si incolota. Ogni vestito, ogni giorno più corta. Cattiva 16 anni, quel giorno la mia mamma. ეს საოცარი ამინდი დაემთხვა დღევანდელ დღეს. ძალიან სიტყვა არის და სადღაც 5 დღეში ვბრუნდები უკვე ამერიკაში. მაქსიმალურად მინდოდა ეს დღეები გამოვიყენებინა და
ქუთაისი იტალიურ მუსიკების ფონზე ძალიან საინტერესო არის. Petr-ხით ძალიან უგულდა იტალიური მუსიკები. ესე არ გამოსულა ჯერ ქუთაისში, რომ დამთვალიერებინა ქალება. ქუთაისის სიყვარული მძაფრად შევიგრძენი, როდესაც საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედი. სადაც არ უნდა წავიდე, ამ ქალაქთან კავშირს სულ ვგრძნობ, რადგან მთელი ბავშვობა აქ გავატარე. როდესაც ამერიკაში ვარ, მგონია რომ ქუთაისი გაჩერდა, სადაც მე დავტოვე, ჩემს მეხსიერებაში, თუმცა ყველა დაბრუნებისას შეცვლილი, კიდევ უფრო გალამაზებული და ევროპული ხდება. Galamácia. საოცარი ფერია. ყველა მეგრე იფიქრა როგორ შეიძლება არის ადგილი არის. მოდი გა. დისპეჩერი. მოდი. იქ როისი შევ. ხა. კარგად დაყენებ, კარგად. ხუთი ლარი თუ შეიძლება? ფიშო. მოდი. მოდი ფიშო. მოდი. Kakilo. მე და ჩემი მეგობრები ამობედით ახლა პალატაში. ძალიან საყვარელი ესეთი გარემოა. ამინდი როგორც თქვი არის საოცარი. ეხლა მივდივართ გელათზე. Vivirsi. ეს დაკეტილია ბავშვებო, სად მივდივართ? აქ შესვლა შეიძლება? დაკეტილია და.
კარი დაკეტილია და რა ვიცი. გამოაღიება. წადი გამოაღიება. თუ გაიღება. არა გადარაზულია შიგნით. არა ეს პატარა კარი თუ გაიღება. აი ეგრე მასხენა. აქედან დათალია. არავინ არ არის ხო? ხო, მან ასე მიტოვებული არის. უკან რა ლამაზია ის მიყვარს უკანა მხარე. სამი თვეო. სამი თვე დაკეტილია, მაგრამ 4 წელი რესტავრაცია უტარდება ამას. როდის აპირებენ გახსნათ ხო არ იცით? კვირაობით არის ღია, წირვალოც არის და კვირაობით ღია არის და ისე კიდე ხარაჩო რო დამთავრდება, აგება. გაიღება მაშინ. მადლობა. ბოლოს ცოტა მასალებს გააღვინა და შეცერხა დამთავრება ხარება. იბრძანდით. ეხლა ვიმყოფებით რესტორან დებში. გაჩვენებთ ახლა როგორ გამოიყურება ეს რესტორანი. როგორი საოცარი დეტალები არის. ეს რესტორანი როგორც სახელი გვეუბნება დებს ეკუთვნით და ადრე აქ ამ შენობაში მე-19 საუკუნეში იყო ბანკი და კიდევაც არის შემორჩენილი რაღაც დეტალები, აი მაგალითად აქ ადრე იყო სალარო და მოკლედ ეს ადგილი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. დავაგემოვნოთ ამოთი კერძები და ვნახოთ ორიგინალური მენიუებია. მენიუ ესე გამოიყურება. ალბათ ვინის მენიუ არის. კი. საცმელის მენიუ არის. გემოვნე როგორია? გაბიგასი მომჭობ. აუ რა გაისუნდა. აი ეს ნამდვილი. ბექი. Cool, right? Wasn't that? ლეჩხუმის თავამ დაუვე. თუარი ჩქარებ ადგილები შეზღუდულია. აუნარია. გამიურია. აი ახლა
რა წაკითხული ვაქან ნანახი მაგ მეორე ჯერ და მესამე ჯერ სხვადასხვა პერიოდში რა წლების მერე და აი ნატმას რო უყურებ აი ესეთ მსგავს რაღაცას ეხლა მე რასაც გავაკეთებ სად გააკეთებ თუ არა შენ სახლში არა ეს არ არის მზად ჯერ აი ეს შეხედეთ როგორი კვაშა კაცოდათ მოვწვიდე მაგრამ მოი Hello, Jersey. Record ახარ. No, კუჩურა. Რო. რო Jersey. კარგი ბიჭი ხარ შენ? კარგი ბიჭი ხარ? კო. ეს ბეჭედი ვიყიდე დღეს. საყვარელი ხარის და სახელიც მითხრეს. სახელიც მითხრეს რა ქვია. ხოში შემყამის. შეცადე. საოცრება არის. სახში მოკრეფილი მანდარინზე. ეს არის 1 ნოემბერი და ალბათ 20 გრადუსამდე იყო ტემპერატურა. ძალიან მისიამოვნე. დავათვალიერე ფეხით ქუთაისი მოედანზე დრონი ავუშვი. ეხლა მოვედით 20 მეტრში. აქ შეიძლება ხო ასვლა? გიჟდები აქაურობაზე და მიყვარს ეს მონასტერი. შესასვლელიც რა ლამაზია ეს. აქ იმედია დრონის გაშვება შეიძლება. ხო. ხო, საოცარია. ვაიმე. ხა გავუშვათ დრონი და ნახოთ როგორია დრონის კადრებით დანახული მოწამეთა. ხარიც არ არის ისე რომ ხელი შეგუშალოს. ჩვენი გოგო. ახლა დრონის კადრებს გავაკეთებ და შემდეგ შევიდეთ მონასტერში. ძალიან დიდი მახსოვდა. სარიჭა საიდანაც მე გავაკეთოთ ეს.
ნახე რა ხედებია. ჯერ არ გაყვითლებულა ხეები. ნამდვილი შემოდგომა ჯერ დასავლეთში არ გვაქვს. ეს წყალი არის ჭიდან ამოღებული, აი აქ. მაგრამ არც თუ სახარბია. შეგდა ჭაში ჩაიხედა როგორ რაღაცეები ყრია. ყრია. ხედა. ფენედა. სპინძურია მე მგონი. ხედა? ხურდები ყრია, ქვემოთ მაგრამ თავზე ფოთლები აყრია და ბუთლი აყრია და შინ ხურდებია. Okay. გავსინჯა? როგორც წყალი. ნახე მონასტერში არის წყალი და მოიც. ჭიდან ამოღებული წყალი არ მაწყობს ნამდვილად, თუნდაც შეგნით უზები ეყაროს. შემოვედი და ეხლა გაჩვენებთ. აი ამ ადგილს, სადაც სამჯერ უნდა გაძრე. აი ამ პატარა გვირაბში ზემოთ აქაშია. წმინდა კონსტანტინე და დავითი. პატარაობაში ეს გასასვლელი ყველაზე დიდი მეჩვენებოდა. კარგი, წავიდეთ ახლა. გადასახები გვაქვს სხვა ადგილებიც და სანამ დაღამდება, მანამდე უნდა მოვასწროთ კიდევ ერთი ადგილი. აბუთაიში ყველაზე მეტად აქ ამ მონასტერში მოსვლა მიყვარს. ყველაზე დიდ სიმშვიდეს იგრძნობ აქ. ყველაზე ლამაზი ადგილია. პირდაპირ მთაში არის ჩადგმული ეს მონასტერი. რაღაც ძალას გრძნობ ნამდვილად აქ მოსვლისას. ეხლა ჩვენ მოვედით კურსებში და მონასტერს ქვია დედა ღვთისა. თავის მინდა უქონებო. ესეც რაღაც. ეს მოგინა, ისე მოგიწო ჩამერი. ავედით გადაღებაზე. კი, ორივე. საინტერესოდ გამოვიყურებთ. აქ სიკვდილია კი. გავიეზოა. ვაუ. და ალბათ საცხოვრებელი ხო? თვითონ მონასტერში ვინც არის? Korupsiya იქნება ალბათ. მოგობა. ეს არის პატარა საყდარი. კი. საყდარი ესეთი პატარა უნდა იყოს.
ამას აქვს თავის რეკლამაციო ხაზი. ჩვენ ნანგრევები არ დაგვინგრევია, მასზე დავაშენებთ. ეს ქვები სულ მიწაში მაქვს ნაპოვნი. აი აქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვიპოვეთ და ზედა ყოფნათ აშენდა და მიენიჭა მერვე საუკუნე. მე-12-ეს ქვევით არ უნდათ ძეგლთა დაცვას, მაგრამ რატომღაც მე იძულებული გახდნენ, როცა უთხარი ესეთი სიტყვები, რომ დოხორა რას ნიშნავს. დოხორა რა არისო და ძველი სახლობა მეუთხარი. რატომ ეკითხებიო და გელათია იმ დოხორაზე აშენებული იყო და გამომტკიცებიეს ეს პროექტი და ცხრემლი თვალზე არ შემშრობია, თბილისიდან უწამოედი სიხარული. აზრის იქით არის კიდე ნანგრევები. ეს ნანგრევები ისეთი ძველი არის. აი, როგორ გითხრათ ახლა. მურმანყრუ არის ნამყოფი ამ ადგილზე დავით და კონსტანტინეს დაეძებდა. ეს ადგილი დაწვაო და ამ ადგილს დღესაც უძახიან ადგილობრივები კვამლებას. კვამლი ადიოდა წლების განმავლობაში. ლიმზია. თუ 40 ამბანი არის, არიცი რას ნიშნავს ლი. მაგრამ ქართველი ლიემზე არის და ქამიცა არის და შუაში რთველიგა. და რო ამოიღო კალი ლამაზი. ამიტომ ჩვენი ქვეყანას ლამაზი არის და შევიდა შიგნით. კაი არა. აი ისა ეხლა გავუშვათ აქაც დრონი. What? ჯერს მოგეფერები და წავა. ঠিক মোবাইলে খাও. ვიდი და მო. წადი სახში წადი. ეს მის. მოკალათი? მოკალათი? ნაგინდა. ჩადი. Please, ჩადი. ჭაუჭი. გამოხვიდე აქ.
ჩემში ეს ქალაქი აღძრავს ნოსტალგიას, ბავშვობას და ჩემ თავთან დაბრუნებას, როგორც ესეთი, სანამ ამერიკაში წავიდოდი იმ ვიკასთან, რომელიც დავტოვე აქ. და მოკლედ მიმედია საინტერესო ვიდეო გამომივა და ვეცდები მაქსიმალურად გადავიღო ყველა ის ადგილი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მივდივარ გადაღებაზე. ეს არ იქნებოდა. მეორე გადაღება გვაქვს ბაზარში. ისეთ ლამაზ არჯერ. არ ვარ დრუზე. ძალიან ლამაზი დახლი გაქვთ. ფერადი. როგორ ხართ? მადლობა. კი, იქეთ ვარ. გადაღებაც მორჩა. ოი, მოხდები და დილამშვიდობის დღეს არის ბოლო დღე ბლოგის გადაღების. ქუთაისში ვარ ისევ. მნიშვნელოვანი ადგილის სანახავად მივდივარ. იმედია რომ ღია არის. ეხლა არის სადღაც 11 საათი. ნახოთ თუ იქნება ღია. ეს ადგილი არის ძალიან განსაკუთრებული. სიამაყით ვივსები ყოველჯერ რამდენჯერაც შევდივარ და მოკლედ ამ მუზეუმში არის გამოცემული ფოტო, როგორც აფხაზეთში ბრძოლა. შევავდიხ. არის გადავხადე რა. ჩემი ხაზეთის ომშიც იყო და 2002-შიც იყო ასევე. და მოკლედ მირები არიან ეს ადამიანები. მამიკა სადღაც 18 წლის იყო, თუ არ ვცდები, როდესაც გაიპარა აფხაზეთის ომში. დედის ერთა იყო და მოატყვა რომ დედმა მიშვილები წყავდა და მოკლედ ესე წავიდა ომში. არ ვიცი რა გული ქონდა, როგორი ამბოხი იყო და საქართველოს მოყვარული კაცი. თავიდანვე ეტყობოდა რომ საქართველოს ემსახურებოდა და ბედნიერი ვარ მე რომ მისი შვილი ვარ და ძალიან მიამაყება. მომავალ წელს ისევ დაბრუნდები აქ.
ვიყავით ნიუ-იორკში. ზუსტად თვე ნახევარი გავატარე საქართველოში. ჩემს საყვარელ ადამიანებთან, ჩემს საყვარელ ქალაქში და ძალიან გეძლიერი მივდივარ, ენერგიით სავსე და დიდი გამყვება ეს ემოციები. წელი ალბათ ისე დავუბრუნდები აქ. ჯვარი უკვე ჩემი აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე საქართველოს.